დავა, რომელიც უკვე 2 წელია გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მოთხოვნით სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ზემდგომ ინსტანციას მიმართავს. საქმე იმ გაერთიანების წევრობას ეხება, რომელიც სახელმწიფოსგან საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას იღებს. რატომ ვერ მოხდა თავის დროზე მუსლიმთა ეს თემი საბჭოში და როგორია საკითხთან შემხებლობაში მყოფი მხარეების პოზიცია? თემაზე მარიამ ცარელაშვილმა იმუშავა. სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხმა მიმართა. მირტა გასადოვი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც რელიგიური ორგანიზაცია ისევ მუსლიმ თემთა წარმომადგენლობითი საბჭოს გარეთ დარჩა. ეს კი ერთადერთი გზა იყო სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად. ჩვენ ვასაჩივრებთ ისევ იმას, რაც 2 წლის წინ ჰქონდა გასაჩივრებული. ჩვენი უფლება იყო წარმომადგენლობით საბჭოში ყოფილიყავით, მაგრამ არ მოგვეცა ამის უფლება. სამწუხაროდ საქალაქომ ჩვენ წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, რაც ჯეროვნად არ დაუსაბუთებია. 2014 წლის მთავრობის დადგენილებით რელიგიურ ორგანიზაციებზე საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. დაფინანსების მისაღებად მათ მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა ევალებოდათ. 4 მუსლიმი თემიდან საბჭო 2-მა შექმნა. მესამეს სურვილი არ ჰქონდა, მეოთხე კი სასამართლოში წავიდა და უკვე 2 წელია დავობს. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მოსარჩელი ორგანიზაციამ ყველა ის პირობა დააკმაყოფილა, რაც მთავრობის დადგენილების საფუძველზე უნდა დაეკმაყოფილებინა რელიგიურ ორგანიზაციას, რომ ის ჩათვლილი იყო წარმომადგენლობის საბჭოს წევრად, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენიმე წელია უკვე 2014 წლიდან დღემდე ვერ ახერხებს წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობაში ჩართვას და შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მიღებას. მოპასუხე მხარეებად დავაში რელიგიის სახელმწიფო სააგენტო და ის 2 მუსლიმი თემია, რომლებმაც საბჭო შექმნეს და დაფინანსებასაც იღებენ. მათი შეიხი ამბობს, რომ უმაღლესმა სამმართველომ თავის დროზე საბჭოში ყოფნა თავად არ ისურვა. სახელმწიფო სააგენტო კი პრობლემას თავად მუსლიმ თემთა შორის შეუთანხმებლობაში ხედავს. წარმომადგენლობითი საბჭო შექმნა მუსლიმთა სასულიერო სამმართველო და მუსლიმთა გაერთიანება. რაც შეეხება მოსარჩელეს მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო სამმართველოს, მათ შორის ამ 2 რელიგიურ ორგანიზაციას, რომელმაც უშუალოდ შექმნა წარმომადგენლობითი საბჭო და მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო სამმართველოს შორის ვერ შედგა შეთანხმება. სამწუხაროდ მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ არ მოისურვა წარმომადგენლობით საბჭოში ყოფნა. მაშინ ვადებშიც ვერ ჩაეტივნენ და თავის დროზე არ მომართეს წარმომადგენლობით საბჭოს, რომ გაწევრიანებულიყვნენ და დაფინანსება მიეღოთ. პირველი ინსტანციის სასამართლო მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სარჩელი არ დააკმაყოფილა, რადგან დაადგინა, რომ წარმომადგენლობით საბჭოში წევრობისთვის მათ საჭირო პროცედურები ვერ გაიარეს. თემი დავას მაინც განაგრძობს და ამჯერად სააპელაციო სასამართლოს იმედი აქვს.